აკუ. ვალე სიაგერა მოგებულია, ვალე. აბა რა. აუ დეშარო. ვალე საუაჭველი იგე. იაში რა ჭველო გამიკეთე, რა ჭველო. არა უშავს, ვიდი. მარტინ დევიჩელის. ბავშვობიდან ფორვარდი ვიყავი და 22 წლის ასაკში დამაყენა პირველად თემურ ლორიამ ლანჩხუთის გურიაში მცველა და იმის მერე თამაშობ მცველად. მანამდე შუა ნახევარმცველის თამაშობდი, მაგრამ პატარა ასაკში, აი 14 წლამდე ცენტრფორვარდად თავდასხმაში თამაშობდი. ძველი უთო როგორ ურქინა. ოპა, რა ბურთია იღო. მივდივარ, მივდივარ. გამორჩა მოვიდე. ეხლა რო გითხარ რა ესე ადვილად შევეგუე დაცვას მეთქი ცენტრალურ მცველობას არ არის ადვილი სპეციფიკური სათამაშოა იქ დაზღვევი ხაზის გასწორება ის თავიდან აი ესე ცოტა ტაქტიკურად პრობლემები მქონდა მაგრამ ნელა შევეგუო და ის დამეხმარა რომ სტანდარტულებზე ხშირად ვიტან ხოლმე გოლებს და ის ფორვარდულის ბავშვობის ის მომყვება და მეხმარება სტანდარტულზე მოდი გიჭუ კარიერა დავიწყე საფეხბურთო გუნდ სიხარულში ბოლო თამაში სადაც გავიმარჯვეთ აი მაგ სტადიონზე გავიზარდე 14 წლამდე ვიყავი ამ გუნდში ჩემი ბავშვობის პირველი მწვრთნელი უნდა აღვნიშნო ლანჩხუთელია იუზა წილოსანი მე მის გამზარდა პროფესიონალ ეს ჩამოყალიბება ფეხბურთელობაში და ეს ხასიათი რომ აქვს მე დღეს ესეთი ფეხბურთის მიმართ ესეთი განსაკუთრებული სიყვარული რომ აქვს პასუხისმგებლობა რომ აქვს ეს დისციპლინურად ესე რომ უდგები ეს მისი დამსახურებაა და მინდა რომ მადლობა გადაუხადო მას მოდი კიჭუნა არა უშავ 16 წლის ვითამაშე პირველად უმაღლესი ლიგა თბილისის სპარტაკი იყო და მე თბილისის სპარტაკიდან მოხვდი ვიჯორჯიაში მაგარ გუნდში ძალიან ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო მაშინ აი ყველას და ყველაფერს იგებდა რაც შეიძლება ჩემპიონი თასი სუპერთასი ყველაფერს ვიგებდით და მაშინ აი მე ვარჯიშში ყოველთვის ვარჯიშზე სუბოლომდე ვიხარჯებოდი მაგრამ არ ვიცოდით მაშინ არ იყო ეს კვების რაციონი ძილის რეჟიმი და აი მე უკვე წლები რო გავიდა აი ოჯახი რო შევქმენი უფრო სხვანაირად ვიმუდექი ჩემს საქმეს ამას გულისხმობ სტადიონის გარეთ აი ჩემი ორგანიზმი ისია 15-16 წლის ასაკიდან ერთი წონა ვარ სულ აი 1 კილოც რომ მომიმატო აი ესე მგონია რაღაც აი დიდი ჩანთა მაქვს მოკიდებული და ვეღარ დავრბივარ და აი ყველაფერს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და მეხმარდა ალბათ ხასიათიც უფრო რა ჩემი ხასიათი და თავისთავად ეს რეჟიმი ხარ შენ თუ ხარ ყველაფერი მიიღე ხან და ჭამე, დალიე, წონა მოიმატე ხან ხასიათით მარტო ვერ ითამაშებ. 10-ის მერე გადის ხო? დავა. მიდი. მათი შეხვედრა გოლი. დაითვალე რა საფია მოძრაო 1 2 3 4 აგერავ 5 6 9 ეგ არის. მე რუი ჯორჯიაში მივედი ძალიან მაგარი გუნდი იყო და ისეთი გამოსილი ფეხბურთელები დახვდნენ ლექსო კვახაძე, ძმები დათუნაიშვილები, რაზმაძე, ჯაფარიძე, გელაშვილი, კობიაშვილი, რა ვიცი, არ მინდა ვინმე გამორჩა და იქ, აი რა ვიცი, ჯერ იმის პასუხისმგებლობა მქონდა პირველ რიგში, რომ იმას ვცდილობდი, რომ
ისე მეთამაშა და ისე მიმოქმედა რომ შენიშვნა არ მოეცა და თუ მომცემდნენ შენიშვნას ვიცოდი რომ ისევ ჩემთვის მაძლევდნენ და ცუდად არავინ არ დამიძახებდა და მე აი ხასიათში და მენტალობაში გავიზარდე და მეც აი ესე ანალოგიურად ვეძახი ხოლმე შეიძლება ზოგჯერ ემოციურად მომდის ხოლმე მაგრამ მაინც ფეხბურთია და ამან უნდა დაგაპყროს და აი ამ ხასიათში პირიქით უფრო ძლიერი უნდა იყოს და ახალგაზრდებს სულ მაგას ვეუბნები ხოლმე მოდი უცბად გაათამაშო 1 2 3 4 5 6 7 8 9 ვიყავი გადავა 2 3 4 დიდი აკე გავაკოლე მომენტი არა მანეს ჩამოგახჩო 1 2 3 4 5 6 7 8 9 შეაგდე ოქრო ეგ არის ლანჩხუთი ძალიან საფეხბურთო რაიონია. აი შეიძლება ქუჩაში გახვიდე და ხანში შესულ ადამიანმა ისეთი შევა დარიგება მოგცეს საფეხბურთო თელი ცხოვრება რო გაყვება და შეიძლება ტაქტიკური დარიგებას მოგცეს რომ თელი ცხოვრება გამოგადგება და გზნობა ამ პასუხისმგებლობას და არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი ამ პასუხისმგებლობას რო გზნობ ბიჭებსაც უეუნები ჩვენი მთავარი საქმეში გვერდში დგომაა საქმის გაკეთება და ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ სტადიონზე. მაშინდელი გურია მე პირველად რომ მოხდი 22 წლის ასაკში მოხდი რომ ჩავედი ძალიან ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დამხვდა მაშინ ლანჩხუთში კომაგობის თვალსაზრისით მაშინ უფრო ბევრი დადიოდა იმიტომ რომ მის მერე ცოტა ლანჩხუთის გურია ქვედა ლიგებში წამოვიდა და ეს ემოცია ეს მოხდი კიდე არ გინდა დაიკარგა ეხა სხვა სისხლია და სხვა მიზნებით არის ეს გუნდი დიდი მიზნებით არის დიდი იმედებით არის და მე მჯერა რომ წელს აუცილებლად გადავალ და იმ მიზანს მივახცევთ რა დასახული მიზანიც გვაქვს წამოკოენტრაო გაუშვ მედალევანი მოური წელიწად ნახევარი ცხინვალში ერთად ვითამაშეთ და ჩვენ დიდი ხანი ერთმანეთს ვწონთ ახლო მეგობრები ვართ ოჯახებით 2 წელი ცხინვალში ვითამაშეთ 2 წელიწად ნახევარი მე მაშინ საქმეა საჩხერეში 2 წელი ვიყავი და დღესაც ერთად ავართ ერთია რომ საფეხბურთო თვალსაზრისით კომფორტულად გზნობ თავს და ნამდვილად ვიტყვი რომ კაკუსთან ესევა და მეორეა რომ პიროვნულად რო იცნო ძალიან მაგრა ადამიანს ეგეც უფრო გიადვილებს და კაკუსთან ესევა იმან ზეპირად იცის ჩემი ხასიათი მეც მისი ხასიათი ზეპირად ვიცი რა დროს ვიცი რომ ნერვები მოეშლება რა დროს რა ხასი აი ზეპირად ვიცი და კომფორტულია და ვიცით რომ ერთმანეთის გამო თავს გავწირავთ ყოველთვის გამოვარჩევდი სერგი ორბელაძეს სადაც არტურში ვითამაშეთ ჩვენ ერთად ჩემზე უფროსია მე ხო თელავში სამწუხარო შტაბში მუშაობს ძალიან მაგარი მცველი იყო ესე ბევრიც მაგარ მცველთან ვითამაშე მაგრამ აი სერგი ორბელაძეს გამოვარჩევდი ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე მისგან და ერთ-ერთი მე ვთვლი რომ ერთ-ერთი გამორჩეული მცველი იყო საქართველოს ჩემპიონატში
თითოეულ მათგანი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები, დედა ჩემი ძმა განსაკუთრებულად მე აი წაგებასაც და მოგებასაც ძალიან ემოციური ვარ. თუ წავაგე, გამორიცხულები მე ტელეფონს დამირეკოს, დამელაპარაკო ძალიან ისე ვიღებ. ამ ყველაფერს ემოციურად და ჩემი ძმა ერთი ჩემი ყველაზე მაგარი გვერდში მდგომი, რომელიც ეს უმირეკავს ხოლმე და მან უგეშებს და სიტყვებით მეხმარება და მისი სიტყვები და ეს გამოცდილებას უწინხდება და მადგება ხოლმე. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მამა ჩემი იყო კაიკას. მამა ჩემი იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი. და ჩემი წარმატება და მოგება, რასაც ვაკეთებ ხოლმე, ყოველთვის მას უძღვნი ხოლმე და მასთან მაქვს ხოლმე ლაპარაკი ყოველთვის. ჩემი დიდი ბიჭის ესე ვთქვა ჩემს გადის ვანაც ფორვარდად დაიწყო თამაში დინამოს აკადემიაშია ორივე დიდი ცენტრალურადი იყო და ეხლა დაცვაში უწევს თამაში ცენტრალურად თამაშობს და თავისთავად ეხლა ამდენი წელია ცენტრალურად თამაშობს და ეხლა აქ მაგის გამოცდილება და სულ ელაპარაკები უხსნი ხოლმე იყო ბალანსირებულად ისე არ მინდა რომ დავძაბო რაღაც დავსტრესო და ვეხმარე მეორეც დინამო თბილისში თამაშობს ის შემტევია ვაშინ ერთი აბალი ოიმე ადი არ მოხვედრია ეხა ისე რამხელა შრომა და ძალა გჭირდება რომ რაღაც წარმატებას მიაღწიო. ფეხბურთში კომფორტის ზონა არ არსებობს. აი თელი ცხოვრება მე 37 წლის ვარ და არც ერთ გუნდში აი რაღაცა კომფორტული ზონა ადვილად არ მომსვლია. თუ ჩემი შრომით, ჩემი წვალებით, მონდომებით, ტრამვის ხარჯზე პატარა. არ გაატანინო რა. აგერა ვარ არის ჩარ. აი ჩემი ჯანმრთელობა მაქვს გაწეული თითოეულ გუნდში რომ აი რაღაცა ჩემი ადგილი მომეპოვებინა მათ ამ გუნდში სადაც თამაშობდი და სულ ამას უხსნი რომ ბევრი შრომაა საჭირო ადვილად არაფერი არ მოდის ოცნებები კაია მაგრამ ოცნება შრომასთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრი უნდა იშრომონ სულ მაგას ვეუბნები ხოლმე და ბევრი უნდა გააკეთონ იმაზე მეტი უნდა გააკეთონ რასაც აკეთებენ რომ წარმატებას მიაღწიონ. ამჯერად რომ ითამაშებენ ჩემზე უკეთეს ფეხბურთს ბევრად.